ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თეა, რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. ამ წუთებში ძალიან ცხელი ამბები ხდება პარლამენტში და რომ მოიცალეთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი სწორედ იმ თემით, რითიც დავიწყეთ საერთოდ დღევანდელი გადაცემა. პირველი წელი, მეორე წელი და ივანიშვილი ამბობდა, რომ მესამე წელი იქნება კარგი. არის ეს მესამე წელი და უკვე მესამედ უნდა გამოუცხადონ მინისტრთა კაბინეტის ნდობა დღეს პარლამენტში. კარგი წელია ეს მესამე წელი და თქვენ შეგიძლიათ თქვა რომ ოცნებამ გაამართლა. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა ვთქვა, რომ ის წელიწადი, რომელიც 2 წელიწად ნახევრის შემდგომი წელიწადია, უკვე ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისა, არის რა თქმა უნდა სირთულეებით სავსე, მაგრამ არის უფრო კარგი ვიდრე რომელიმე წინა წელიწადი ყოფილა ბოლო 10 და მეტი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენ სახეზე გვაქვს, რაც არ უნდა ეს არ მოსწონდეს ზოგიერთ ოპონენტს, მათ შორის ჩემ წინ მოსაუბრეს, სწორედაც რომ ის ინსტიტუტები, რომელიც ფუნქციონირებენ, ამას მოწმობს არაერთი შეფასება, თუნდაც ის, რომელიც ჩვენს დღეს დილით ბრიუსელიდან მივიღეთ, სადაც წერია პირდაპირ, რომ არაერთი უწყება, მათ შორის ჩემიც, არის კარგად მართული უწყებები, ეს არის ციტირება, რასაც მე ვახდენ და ეს არ არის ჩემი სუბიექტური შეფასება ვინმეს გადასახედიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, როგორც ეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა თქვა გუშინ, არის სირთულეები, არის სიდუხჭირე, მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამის გამოსასწორებლად, ხოლო რაც შეეხება სამართლებრივ სფეროს, უფლებრივ სფეროს, რომლებიც მემაბარია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრია, მე შემიძლია ვთქვა, რომ ამ სფეროში წარმატება, ხელშესახები და რაც თავი ესეთი წარმატება, რომელიც წლებს და ათწლეულებს გაუძლებს და რომელზეც მომავალი მთავრობები კიდევ უკეთეს მომავალს დააშენებენ, არის სახეზე და მე ეს ნამდვილად მიხარია, რომ ამას გარეშე ძალები ამბობენ და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. კი ბატონო, თქვენი ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დაპირება სწორედ ეს იყო, ანუ ეკონომიკური მდგომარეობა, მაგრამ ყველაზე მთავარი ეს იყო სამართლიანობის აღდგენა. დაპირება, რომლითაც მოვიდა ქართული ოცნება ხელისუფლებაში. რა სიტყვით დღეს იუსტიციის მინისტრი აღდგა დღეს ქვეყანაში სამართლიანობა, იმიტომ რომ არის უამრავი კითხვა, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, უამრავი თაროზე შემოდებული საქმე და ალბათ თქვენ არ გჭირდება ჩემგან ამის მოსმენა, ისედაც იცით რომ ძალიან დიდი ნაწილი თქვენი ყოფილი მხარდამჭერებისა ამბობს, რომ თქვენ ვერ მოახერხეთ სამართლიანობის აღდგენა. თუ ჩვენ სამართლიანობაში გულისხმობთ მაგალითად ისეთ თემებს, როგორიც არის ციხეების განტვირთვა უკანონო პატიმრებისგან. ეს მომხდარია და ეს მოხდა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებში. დიახ, ამ ნაწილში სამართლიანობა აღდგა. თუ ჩვენ გულისხმობთ სამართლიანობის აღდგენაში იმას, რომ პრობაციონერობა არ ყოფილიყო ამ ქვეყნის სამართლებრივი კულტურა და ჩვენთვის მაშინდელი მთავრობისთვის არასასურველი ხალხის პრობაციის რეჟიმში მოქცევა, დიახ, მე ამას ნაძალადებში კამპანიისას პირობათაც ვდებდი, ეს პირობა შესრულებულია. დღეს პრობაციონერები არიან თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები და არა ათეულობით ადამიანები, 10, 20, 30,000, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური წნეხის ინსტრუმენტი. დიახ, ამ ნაწილში უსამართლობა არის გასწორებული და სამართლიანობა აღდგენილია. თუ ჩვენ სამართლიანობის აღდგენაში გულისხმობთ განაჩენების გადახედვას, აქ ჯერჯერობით ცოტა რამის გაკეთება მოხერხდა, მაგალითად იმ დავებზე, რაზეც მე წარმოვადგენ სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში, ჩვენ განაჩენებს გადავხედეთ, მაგალითად ამისთვის ძალიან კარგ მაგალითად გამოდგება ცნობილი თაქთაქიშვილის განაჩენი, სადაც წინა ხელისუფლების პირობებში ეს ხანდაზმული ქალბატონი იჯდა ციხეში და აგენტ პროვოკატორის მიერ იყო, ასე ვთქვათ, უკანონოდ ციხეში მოხვედრილი. დიახ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეს განაჩენი გადახედილია და ეს მეგრელი ქალბატონი, რომელიც ზუგდიდის მკვიდრია, თაქთაქიშვილი არის ჩვენი ხელისუფლების პირობებში იმ გათავისუფლებული სასამართლოს მიერ გამართლებული, მაშინ როცა ის წინა ხელისუფლების მიერ იყო გამტყუნებული. საკმარისია ეს თითზე ჩამოსათვლელი განაჩენების გადახედვა, რა თქმა უნდა, არა, ამიტომაც ჩვენ
როგორც კი შეიცვალა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რამდენიმე კვირა ვიმუშავეთ ერთად, პროკურატურასთან მე ჩემი მხრივ მქონდა მუშაობა, ცალკე ქალბატონ ნინოსთან და ჩვენ დავდეთ კანონ პროექტი, რომელიც მალე გასაჯაროვდება და განაჩენების გადახედვას შეუწყობს ხელს. დიახ, მე არ მქონდა ბერკეტი ბატონი კუბლაშვილის პირობებში, რომ ეს მომეხერხებინა და სულ თითზე ჩამოსათვლელ საქმეებზე შევძელი სამართლიანობის აღდგენა იმ საქმეებზე, რაც ჩემს ხელთ იყო, მაგალითად, კარგი მაგალითი მოგიყვანეთ, თაქთაქიშვილის საქმე. რაც შეეხება თუ ჩვენ სამართლიანობის აღდგენაში გულისხმობთ ქონებების დაბრუნებას, იმიტომ რომ მაგალითად თინა ხიდაშვილმა ერთ-ერთი უკაცრავად შეგაწყვეტინებ, აქვე უბრალოდ რეპლიკის სახით. თინა ხიდაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი ხელისუფლებისო, ერთ-ერთი შეცდომა ის იყო, რომ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, სამართლიანობის აღდგენა მოხდა იმ ადამიანების ხელში, კბილაშვილის და ნაცვლიშვილის, ვის ხელშიც ალბათ არ უნდა მოხვედრილიყო. ეს თქვენივე თანაკოალიციის მინისტრის ვეთანხმები ქალბატონ თინას, მე ამაში ვეთანხმები ქალბატონ თინას, ლაშა ნაცვლიშვილი არ იყო ის კაცი, რომელიც სამართლიანობას აღადგენდა. ეს არ იყო მისი პრიორიტეტი. მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო კულუარებზე, თუ როგორი, ასე ვთქვათ, ქონია ჩვენ თუნდაც დიალოგი მე და მას ამ თემებზე. აი ეს წარსულს ჩაბარდა და წარსულში დარჩება. თავარი არის ახლა მომავალი. მე ვამბობდი, რომ თუ კი ქონებების დაბრუნება და არის და უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის ნაწილი, აქაც იმ კომისიის ფარგლებში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში შევქმნით, იუსტიციაც ამაში მონაწილეობს, რაღაც რიგი საქმეების გასწორდა, მაგრამ აუარება საქმეების რჩება გასასწორებელი, ამიტომაც შეიქმნა პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი სამართალწარმოების პროცესში დარღვევების გამოძიების მიზნით, რომ ქონებების დაბრუნება დაიწყოს. პრიორიტეტი, როგორც ეს თავად პროკურატურამ და ეკონომიკის სამინისტრომ არაერთხელ განმარტეს, მიენიჭება იმ საქმეებს, იმ ქონებების დაბრუნებას, რომელი ქონებაც ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ასეთი არის ძალიან ბევრი. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, თუმცა მე პროკურორი აღარ ვარ და დეტალებზე არ დავერისაუბრებ, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, პირადად ირაკლი შოთაძე, პირველი მოადგილე მთავარი პროკურორის ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რომ მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე და იმენდი მოხდეს ეს მალე მოხდება, გამოვიდეს ის ნუსხა საქმეების, სადაც სახელმწიფოს ხელში მყოფი ქონებები ეტაპობრივად დაბრუნდება. ამიტომ რომ შევაჯამო პასუხი თქვენს კითხვაზე, სამართლიანობის აღდგენა არის კომპლექსური და მრავალკომპონენტიანი თემა, ნაწილობრივ ეს შესრულდა, მაგრამ ძალიან ბევრი კიდევ წინ გვიძევს და ძალიან მალე ეს უნდა მოხდეს და დასრულდეს. ქალბატონო თია, მე იმიტომ გისვამ კიდევ ამ კითხვას დამატებით, რომ მაგალითად ამ სტუდიაში ერთი თვის წინ, ვიდრე იყო ცოცხალი ბესიკ ხარჯიანი, მან თქვა, რომ ხელისუფლება თუ დროზე არ დაიწყებსო სამართლიანობის აღდგენას და თუ დროზე არ ამოძრავდება, ამ ქვეყანაში დაიწყება ვენდეტა და დაიწყება კოზანოსტრაო და მერე კი იცით როგორც განვითარდა ეს ამბები. სამართლიანობის აღდგენას ითხოვდნენ ის ადამიანები, მაგალითად იგივე იური ვაზაგაშვილი, რომელიც საკუთარი შვილის საფლავზე იქნა აფეთქებული და ჩვენ ჯერჯერობით არც ხარჯიანზე გვაქვს პასუხი რეალურად რა იყო და არც ვაზაგაშვილის თემაზე ვინ იყო დამკვეთი. ამიტომ გისვამ სწორედ კითხვას, რომ თქვენი ყოფილი მხარდამჭერები როგორ ფიქრობ დღეს კიდევ დაგიჭერენ მომავალ არჩევნებში, რომელიც ერთ წელიწადში იქნება მხარს, იმიტომ რომ ეს ხალხი თავისი სამართლის აღდგენას ითხოვდა, ხო? გასაგები იყო ეს თქვენ. ნუ გავაპიროვნულებთ ამ თემას, ვერ მოგცემთ ამის უფლებას, იმიტომ რომ მე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ვიყრი თუ არა მომავალ არჩევნებში კენჭს. ამიტომ ხარდაჭერაში თქვენ ალბათ ქართული ოცნება ვიგულისხმე და არა თეატროლოგიანი კონკრეტულად. დიახ, მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი, მე ვარ მთავრობის წევრი. ეს მთავრობა მანდატს ამოწურავს მომავალი წლის ოქტომბერში, ამიტომ მომავალ არჩევნებზე ნდობა ხალხმა ქართულ ოცნებას უნდა გამოუცხადოს და არა რომელიმე პიროვნებას, რომელიც ეხლა უპარტიო მინისტრია. დაუჭერს თუ არა ქართულ ოცნებას მხარს მომავალ არჩევნებში ხალხი, მე მწამს რომ დაუჭერს, იმიტომ რომ მანამდე გასწორდება ის ბევრი რამ, რისი გასწორებაც თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო დღემდე ვერ მოხერხდა, თუმცა იმასაც ვერ გათქმევინებთ ქალბატონო ინგა, რომ ადამიანის და უფლებრივი სფეროში, რომელზეც პირდაპირ არის მიბმული სამართლიანობის აღდგენა, არაფერი არ მომხდარა. მე არ მითქვამს ქალბატონო თეა, მე არ
მითქვამს რომ რამე არ მომხდა რა ან რამე მოხდა დიახ მადლობა მე ვერ უსმინე გადაცემას თავიდან თუ კი ეს ასეა მე მიხარია იმიტომ რომ არაფერი არ მომხდა რამას ნუ ვიტყვით ვთქვათ ის რომ ბევრი რამ გაკეთდა მაგრამ მომავალ არჩევნებამდე მანამ სანამ მთავრობას მანდატი ამოეწურება და ჩვენ არ ვართ ის მთავრობა რომელიც ხალხს ემუქრება თუ პირდება როგორც გნებავთ ისე განსაზღვრეთ რომ 50 წელი ვიქნებიო ჩვენ ვართ ის მთავრობა რომელიც ამბობს და მე პირადად ვამკვიდრებ იმ პრინციპს რომ საქართველოში ის დემოკრატია შევქმნით სადაც მთავრობები მოდიან და მიდიან იუსტიციის მინისტრები მოდიან და მიდიან მთავარი ის არის რომ ჩვენ დავტოვოთ მემკვიდრეობა რომელზეც ჩემს მომდევნო იუსტიციის მინისტრს მოუნდება და სიხარულით გაუჩნდება სურვილი ააშენოს ჩემს მიერ დანატოვარზე კიდევ უკეთესი ძალიან კარგი ერთი კითხვა შეიძლება ითქვას რომ მე ვმუშაობ ჩემი მომდევნო იუსტიციის მინისტრისთვის რომ დაუტოვო უკეთესი მემკვიდრეობა ვიდრე მე დამახვედრეს მე დამამხვედრეს ძალიან ცუდი მემკვიდრეობა რომლის გასწორებით ვარ დღე და ღამე დაკავებული სხვათა შორის ის ვინც დაგახვედრა თქვენი მემკვიდრეობა მას აღარ ეძებს ინტერპოლი მინდა შეგახსენო და ესეც სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში ჯდება ეს შეკითხვა აი სამართლიანობის აღდგენა რომელზეც როგორ სააკაშვილი ადრეიშვილი და ასე შემდეგ ამ რეპლიკაზე მე თქვენ ვერ დაგჯაბნით ხმაში ქალბატონო ინგა თამაშალებს არა ვერ დაგჯაბნით ხმაში ჩემ წინამორბედს რაც შეეხება სწორედ პროკურატურის რაც არ უნდა ბევრი სუსტე გქონდეს ამ ორგანოს რომელიც მაისის 13 წლის მაისის მერე მე აღარ მექვემდებარება მაგრამ ეს არ არის მიზეზი რის გამოც მუდმივად მას უნდა ვაკრიტიკებდეთ მიუხედავად ბევრი ხარვეზისა რომელიც იქ დღესაც არის მაგრამ უფრო მეტი იყო წინა წლებში მათ შორის კბილაშვილი ნაცვლიშვილის წყვილის მმართველობის პერიოდში სწორედ აი ამ პროკურატურის ძალისხმევის შედეგად ჩაისვა ადეიშვილი წითელ ცირკულარში მაგრამ ერთ დღეს ახლა უკვე ჩვენ ხვდებით ალბათ რომელი ქვეყნებიდან შეიძლება ეს მომხდარიყო ერთ-ერთმა ქვეყანამ არ ვემუშავა ასე ვთქვათ და ჩასვა ადეიშვილი თავშესაფრის მქონე ადამიანების სიაში ამას ალბათ თავად პროკურატურა იტყვის პროკურატურა ყავდა ეთერში და ვერ დავცინცლეთ ეს ინფორმაცია და მით უმეტეს მე ვერ ვიტყვი მაშინ იმიტომ რომ მე აღარ ვარ პროკურორი იცით უკვე 2 წელიწადი ქალბატონოთია ერთი კითხვა უნდა დაგისვათ წინა ხელისუფლებას განსაკუთრებით ემდურებოდა ხოლმე ოპოზიცია ვორდინგში ანუ აი მაგალითად სააკაშვილის გამოსვლები მისი ცნობილი ფრაზები სიტყვების შეფასებები გუშინდელი თქვენი ფრაზა ჩვენ ნაგავი გავიტანეთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როგორ ფიქრობთ, აი, რამდენად როგორ აღიქვამს ამას თქვენი ამომრჩეველი? თუ სააკაშვილს ედავებოდა მისი ოპოზიცია აი ამ ტიპის გამოთქმებში, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ესეთი გამონათქვამები მოსწონს თქვენს ამომრჩეველს? ქალბატონო ინგა, თქვენ ვინც იყავით ოპოზიციაში ნაციონალურ მოძრაობასთან, ასე მახსოვს. თვლით, რომ ის რეჟიმი, რეპრესიული რეჟიმი, ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვა, შეშინება, ტერორი, ბიზნესის თუ სხვა მოქალაქეების, მოსამართლეების ჩექმის ქვეშ ყოლა, ვაზაგაშვილის შვილის მოკლა და ბევრი შვილების, ამ შემთხვევაში ზურა ვაზაგაშვილი არის კოლექტიური სახელი, რომ ეს არ იყო ეს სისტემა ნაგავი, რომელიც უნდა გაგვეტანა. დიახ, მე ამ სისტემის ცენიდან გატანის საქმეში დიდი მონაწილეობა მივიღე და სიცოცხლის ბოლომდე არ შემწხვება ამის. მათ შორის იმ ძალიან რთულ რაიონში, სადაც ყოველი ოჯახში იყო ლამის თითო პრობაციონერი ნაძალადევში და დღეს ასე არ არის. დღეს ნაძალადეველებს, იმიტომ რომ მე და ჩემმა გუნდმა, იმ გოგო-ბიჭებმა, ვინც გვერდში მედგნენ, ნაძალადევში 142,000 ამომრჩეველში შიში დავამარცხეთ. აი სისტემა დავამარცხეთ, რომელზეც მე ვთქვი, რომ გავიტანეთ, როგორც ნაგავი მეთქი. დიახ, პოლიტიკური სცენიდან ჩვენ ეს სისტემა გავიტანეთ. მე ამაში სამარცხინოს ვერაფერში ვერ ვხედავ და მე როგორც ყოფილი თქვენ ოპოზიციონერი ვფიქრობ, რომ თქვენც ასე ფიქრობთ. ქალბატონო თეა, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ, თუ შეიძლება ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, თქვენი ყოფილი თანაგუნდელი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გათავხედდა
და გაბედა რომ შეხებოდა კაბელების საქმეს. თუ შეგიძლიათ გითხრათ რამე ამ საქმეზე, როგორი არის საერთოდ თქვენი შეფასება? ალასანია მიიჩნევს, რომ ეს არის მისი პოლიტიკური დევნა და მისი სტრუქტურის წარმომადგენლებზე სწორედ ამიტომაც განხორციელდა ის ყველაფერი, რაც მოხდა. მათი დაპატიმრება. რა სიტყვით ამაზე დღეს ირაკლი ალასანია, თქვენი ყოფილი თანაგუნდელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით არის თუ არა ასეთი პოლიტიკური წნეხის ქვეშ? მე ირაკლი ალასანიას ასე ვუპასუხებდი ჩემს ძვირფას თანამებრძოლს სამწუხაროდ ყოფილს, რომ მე თეა წულუკიანმა, რომ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დღეს მას ჰქონდეს სასამართლოს და სამართლიანობის იმედი. ინსტიტუციურად გარდაქმენი ის სისტემა, რომელიც იყო სიმახინჯით სავსე. სიმახინჯია, როცა იუსტიციის მინისტრის, ჩემი წინამორბედის წიხლის ქვეშ, ჩექმის ქვეშ, ტერორის ქვეშ იყვნენ მოსამართლეები. დღეს ჩემ მიერ ინიცირებული კანონების დამსახურებაა, ბატონო ირაკლი, რომ მოსამართლე არის თავისუფალი. დღეს ქართული ოცნების კოალიციის დამსახურებაა ეს ვაღიაროთ ყველამ, რომ უზენაესი სასამართლოს მესვეული არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და ვერავინ იტყვის, რომ ის მართლ ძალაზე დამოკიდებულია ქალბატონი ნინო გვენეტაძე. მე მინდა, რომ ალასანიას ჰქონდეს იმედი იმ სასამართლოსი, მისი სამართლიანობის იმედი, რომლის ხელშიც დღეს არის კაბელების საქმე. ნებისმიერი კომენტარი ამ საქმეზე ჩემი მხრიდან დღეს არ იქნებოდა სწორი. ეს საქმე არის იმ სასამართლოს ხელში, რომლის გათავისუფლებაშიც ვინ და მე მივიღე ძალიან დიდი მონაწილეობა. ესეც იქნება ის, რითაც ვიამაყებ, როდესაც მე აღარ ვიქნები ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი. თუმცა ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, რომელიც ხანდახან აღზევდება ხოლმე გაუგებარი მიზეზების გამო. თუ კი ჩემი ხელმძღვანელობა ასე არ გადაწყვეტს მომავალ არჩევნებამდე, მე არცად წასვლას არ ვაპირებ ჩემი თანამდებობიდან, თუ კი დღეს, რა თქმა უნდა, პარლამენტი კოლექტიურ ორგანოს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს, რადგანაც თუნდაც სასამართლოს სფეროში ქალბატონ ნინოსთან ერთად მე ძალიან ბევრი რამ კიდევ დამრჩა. გასაკეთებელი იმისთვის, რომ მომავალ თაობებმა იცოდნენ, რომ ჩვენ დავტოვებთ ინსტიტუციურ დემოკრატიას, თავისუფალ მართლმსაჯულებას და შემდეგ ქალბატონი ნინო, რომელიც მთავრობისგან განსხვავებით უფრო გრძელივადით არის არადანიშნული, არამედ არჩეული, ის მემჯერა გააგრძელებს საქმეს უკვე ახალ მთავრობასთან ერთად, რომელიც მე დავიწყე. ამიტომაც ირაკლის უნდა ჰქონდეს მოსამართლის იმედი, რომელიც სწორედ ჩვენი მთავრობის დამსახურებით არის თავისუფალი და მე მას, რა თქმა უნდა, არაფერს უსაყვეტურებდი, მაგრამ ამას კი ღიად ვიტყვი, მე მის ეთერებს ძალიან ყურადღებით ვადევნებ ხოლმე თვალს, რომ მე დღეს ძალიან მენანება, რომ მან ჩემი რჩევა არ გაითვალისწინა და ვერ მოითმინა ის, რაც მას მიაჩნდა, რომ იყო უსამართლობა. ყველა მინისტრის ცხოვრებაში არის ის ხანდახან, რაც მიგაჩნია, რომ არის უსამართლობა, მაგრამ როდესაც ამას ძალიან ბევრჯერ მე ამის განცდა მქონია, ისევე როგორც ნებისმიერ ჩემს კოლეგას მინისტრობა ამ ხელისუფლების პირობებში. პირველ რიგში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერი და შემდეგ ეხლა უკვე ღარიბაშვილი კულტურად დამკვიდრდა, რომ მინისტრობა არ არის ფუფუნება, მინისტრობა არის უდიდესი დისკომფორტი, ტვირთი და მხოლოდ პასუხისმგებლობები. კი, მაგრამ თუ კი მინისტრს ასე ექცევიან, ქალბატონია, რომ პროკურატურა შედის სამინისტროში და მხოლოდ ამის შემდეგ იგებს თავდაცვის მინისტრი, როგორც ეს თქვა, როდესაც ვაშა ნაცვლიშვილი იყო პირველი მოადგილე პროკურორის, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროსგან განსხვავებით ცოტა უფრო მეტი შეხება მაქვს მე პროკურატურასთან, იმიტომ რომ მაგალითად ექსტრადიციები ქვეყნიდან აქედან იქით ჩემს ხელშია დღესაც. მიუხედავად ამისა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ზღვარზე გამივლია მეც, როდესაც ეს ადამიანი, ვინც დავასახელე, იქ ბოგინობდა პირდაპირ ვიტყვი. მაგრამ გსმენიათ ჩემგან რამე წუწუნი, მე არ ვწუწუნებ, მე ვითმენ იმიტომ, როცა რაღაცა არ მომწონს, რომ საქმეა საკეთებელი და მე ვიცი, რომ ეს მანდატი, თუ კი ხელმძღვანელმა არ მითხრა, რომ ის უკმაყოფილოა და წავიდე, ეს მანდატი მომავალ არჩევნებამდე მე ერთგულებით უნდა შევასრულო. შევასრულო ისე კი არა, რომ
რომელიმე ადამიანს ვასიამოვნო, შევასრულო თავრობაში, გულისხმობ თუ ოპოზიციაში, შევასრულო ისე, რომ როდესაც დღეს მინისტრი იმისთვის არის, რომ აკრიტიკოთ, ეს კარგია ყველამ, მაგრამ როდესაც წავალ, მოქალაქეებმა თქვან, რომ დიახ, ამ ქვეყანას 4 წელი ჰყავდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც დაზარალებული უფლებები გარდაქმნა, ბავშვთა უფლებები გარდაქმნა და მოგვცა არასრულწლოვანთა კოდექსი, ქალთა უფლებები გარდაქმნა და სტამბულის კონვენციის ხელმოწერა და რატიფიკაცია გააკეთა. გარდაქმნა საჯარო რეესტრი და მიწის გადაფარვები მალე აღარ იქნება. გარდაქმნა შეჯიბრებითობის პრინციპი, გარდაქმნა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი და ჩვენ ხელი შეგვიწყო საქართველოს მოქალაქეებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გიგანტური ნახტომი განხორციელებულიყო. აი ამას იტყვიან ყოფილი იუსტიციის მინისტრი, როცა მე ნახოთ რა იტყვიან ყოფილი იუსტიციის მინისტრი, როცა აღარ იქნება. ამას იტყვიან ქალბატონო ინგა, იმიტომ რომ ეს არის ის, რაც დღეს დილით ბრიუსელმა ჩაწერა სხვებს შორის თავის შეფასებაში და ამას მე ვიტყვი ქალბატონო ინგა, რომ ის მოთმინება რის რჩევაც მე ირაკლის მივეცი. სწორედ მიღირდა ჯანმრთელობად, მიღირდა დროდ და მიღირდა იმად, რომ არაფერი პირადი ეს 4 წელი ჩემ ცხოვრებაში არ არსებობდა. ეს ბრძოლა ამად ღირს და ამისთვის აგვირჩია ხალხმა 1 ოქტომბერს. დიდი მადლობა ქალბატონო